ეთერშია კურიერი 12 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობთ. Ანტისახელმწიფოებრივი და უსამართლო ასე აფასებს მმართველი გუნდი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების შესაძლო შეჩერებას. Ამ მოთხოვნით ევროსაბჭოს წერილობით რამდენიმე დღის წინ ოპოზიციურმა პარტიებმა მიმართეს. Ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ გახარიას გუნდმა ძლიერმა საქართველოს და კოალიციამ ცვლილებებისთვის მოუწოდეს ევროსაბჭოს არ დაადასტუროს ქართული ოცნების დელეგაციის უფლებამოსილება. საპარლამენტო ასამბლეის სესია მომავალ კვირას არის დაგეგმილი. საკითხის ინიცირება სავარაუდოდ ორშაბათს მოხდება, რის მერეც ის კენჭისყრაზე გავა. სტრასბურგში ჩადის ქართული დელეგაციაც. ლელა ჯავახიშვილი მუშაობს თემაზე, ის კურიერს უერთდება. ლელა, გისმენთ. მორიგი უსამართლო გადაწყვეტილების მოლოდინში ასე აფასებს ქართული ოცნება იმ შესაძლო გადაწყვეტილებას, რაც ოპოზიციის მიმართვის საფუძველზე საქართველოს დელეგაციისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილების შეჩერებას. ითვალისწინებს ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ეს არის მათი ოპონენტების მორიგი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი, რაც კონკრეტული ძალების მხრიდან არის ინსპირირებული და ამბობენ იმასაც, რომ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით პარტნიორებთან აქვთ აქტიური კომუნიკაცია, რათა გააცნონ ის არგუმენტები, რის საფუძველზეც ითხოვს ოპოზიციური პარტიები ამ გადაწყვეტილების მიღებას. აქ საუბარია არჩევნების გაყალბებაზე, რასთან დაკავშირებითაც უმრავლესობაში ამბობენ, რომ ვერც ერთი ფაქტი ვერ წარადგინა ოპოზიციამ და ამ კონტექსტში მათთვის გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული. რაც შეეხება უშუალოდ პროცედურას, საკითხის ინიცირების შემთხვევაში 30 წევრის მხარდაჭერის შემდეგ საკითხი უნდა შეისწავლონ შესაბამისმა კომიტეტებმა, ამის შემდეგ უკვე ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტმა უნდა წარადგინოს ანგარიში იმის შესახებ, რამდენად საფუძვლიანია მოთხოვნის დღის წესრიგში დაყენება და შემდეგ უკვე ანგარიში უნდა დადგეს კენჭისყრაზე პროცედურის მიხედვით, როგორც ამას დელეგაციის წევრები განმარტავენ, უნდა მოხდეს მხარდაჭერა სესიაზე დამსწრეთა უმრავლესობაზე ერთი წევრით მეტის, იმ შემთხვევაში, რომ ეს გადაწყვეტილება იქნას მიღებული, თუმცა ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ამ გადაწყვეტილების მიღებას არანაირი საფუძველი არ აქვს და ისინი ამის შესახებ პარტნიორებს აქტიურ კომუნიკაციაში არიან. არანაირი მმართველი გუნდი სამწუხაროდ საქართველოს არ აყავს. საქართველოს დღეს არ წარმოადგენს და არ ყავს ხელისუფლება. საქართველოში არჩევნები არ ჩატარებულა სამართლიანად, ასე ვთქვათ, თავისუფალი არჩევნები არ ყოფილა, შესაბამისად ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური და მის წარმომადგენლები ნებისმიერ საერთაშორისო ასპარეზზე არ წარმოადგენენ საქართველოს. ეს არის მთავარი мотивация. სულ რამოდენიმე კვირის უკან მათ ღია საჯარო წერილით მიმართეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას იმისთვის, რომ მათ არცნონ ახალი ქართული დელეგაციის უფლებამოსილება. ეს არის ანალოგი იმისა, როდესაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები 2017-18 წლებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს დელეგაციის წევრები სტრასბურგში უკვე კვირას ჩავლენ, სავარაუდოდ ორშაბათს შესაძლოა, რომ დადგეს დღის წესრიგში ეს საკითხი და შემდეგ უკვე როგორც ქართული ოცნების დელეგაციის წევრები, ისე უშუალოდ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, რომლებიც ითხოვენ დელეგაციის უფლებამოსილების შეჩერებას, უკვე დაელოდებიან მოვლენების განვითარებას. მადლობა, ლელა ჯავახიშვილი საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისში შეხვედრებს მართავს. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მაიკლ ოფლაერტი შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს ალექსანდრე დარახველიძეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით მხარეებმა განიხილეს საპროტესტო აქციების მიმდინარეობა და ბოლო პერიოდში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა გენერალური პროკურორის მოადგილესთან გიორგი ბადაშვილთან. პროკურატურის ინფორმაციით ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმომადგენლები აქციების დროს დაკავებულების მიმართ სამართალწარმოების პროცესით დაინტერესდნენ. ზელენსკი არ არის ანგელოზი, მას არასდროს არ უნდა დაეშვა რუსეთთან სრულმასშტაბიანი ომი აცხადებს ტრამპი. მე შემეძლო გარიგების დადება ძალიან მარტივად, მაგრამ ზელენსკიმ გადაწყვეტა. მე ვიომებ. თქვა Fox News-თან ინტერვიუში ამერიკის პრეზიდენტმა. პარალელურად ტრამპს ონლაინ ჩართვა ჰქონდა დაოსის ეკონომიკურ ფორუმზე. ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ გვექცევა, აცხადებს 47-მე პრეზიდენტი, რომელიც ევროპისგან უფრო სამართლიან სავაჭრო პოლიტიკას ითხოვს.
მისი კიდევ ერთი გზავნელი პუტინთან შეხვედრას და ომის შეჩერებას ეხებოდა. ტრამპმა აქცენტი გააკეთა ბირთვული რესურსის შემცირებაზეც, რაც მისი თქმით რუსეთსაც და ჩინეთსაც მოეწოდა. ტრამპის მთავარ გზავნილებს ნანა გოგოტაძე უფრო დეტალურად გაგვაცნობს, ის კურიერს უერთდება, გისმენთ ნანა. დავიწყოთ ინტერვიუთ ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტმა Fox News-თან ინტერვიუში პირდაპირ აღნიშნა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის ომი უნდა შეეჩერებინა და არ უნდა დაეწყო, ვინაიდან ამ ომის შეჩერება და შეთანხმების მიღწევა იყო ძალიან მარტივი. ტრამპმა ისაუბრა ძალთა ბალანსზეც და აღნიშნა ამ კონტექსტში, რომ უკრაინამ ბრძოლა დაიწყო ბევრად უფრო ძლიერ მეტოქესთან, ყურადღება გაამახვილა ასევე დანაკარგებზე და თქვა, რომ ერთის მხრივ უკრაინას, მეორე მხრივ კი რუსეთს ჰქონდა ამ ომის დაწყების შემდგომ ძალიან დიდი დანაკარგი. აქედან გამომდინარე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. ზელენსკი ანგელოზი არ არის, მას არასდროს უნდა დაეშვა, ეს ომი მომხდარიყო. ზელენსკი ებრძოდა ბევრად უფრო დიდ რამეს, ბევრად უფრო დიდს, ბევრად უფრო ძლიერს. მას ეს არ უნდა გაეკეთებინა, რადგან ჩვენ შეგვეძლო შეთანხმების მიღწევა. შემეძლო ძალიან მარტივად მიმეღწია გარეგებისთვის და ზელენსკიმ გადაწყვიტა, მინდა ვიბრძოლო. პუტინსაც არ უნდა გაეკეთებინა ეს, მას ეს არ უნდა გაეკეთებინა და ეს უნდა შეწყდეს. ომი სასწრაფოდ უნდა დასრულდეს. რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება იყო ერთ-ერთი მთავარი საკითხი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას. დონალდ ტრამპმა ამ კონტექსტში ახსენა ვლადიმერ პუტინიც და სი ძინპინიც. მან იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს მომავალში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს და ამ თემასთან დაკავშირებით მათ ექნებათ კომუნიკაცია. პარალელურად ყურადღება გაამახვილა ჩინეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარზე და იმედი გამოთქვა, რომ სი ძინპინი მას დაეხმარება ამ ომის დასრულებაში. And I'm also going to ask Saudi Arabia. მე ვთხოვ საუდის არაბეთს და ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაციას შეამცირონ ნავთობის ფასი. გულწრფელად რომ ვთქვათ, მიგვირს რომ არჩევნებამდე არ გააკეთეს. ფასი დაწეული რომ ყოფილიყო რუსეთ-უკრაინის ომი მაშინვე შეწყდებოდა. უნდა შეამციროთ ნავთობის ფასი, ეს ომი თქვენ უნდა დაასრულოთ. მინდა რაც შეიძლება მალე შევხვდე პრეზიდენტ პუტინს და შევაჩეროთ ეს ომი. ეს ეკონომიკური მიზეზით კი არაა განპირობებული, არამედ იმით, რომ მილიონობით სიცოცხლე იკარგება. გეტყვით, რომ პრეზიდენტ პუტინს ძალიან მოეწონა ბირთვული რესურსების შემცირების საკითხი. ვფიქრობ, რომ დანარჩენ მსოფლიოსაც ამაზე დავითანხმებდით. ჩემი აზრით, ჩინეთიც შემოგვიერთდებოდა. ჩინეთსაც მოეწონა ეს იდეა. სი ძინპინმა დამირეკა. ჩემი აზრით, ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმედი გვაქვს, რომ კარგად ვიმუშავებთ და მოვრიგდებით. ჩინეთი დაგვეხმარება ომის შეჩერებაში. საუბარია რუსეთ-უკრაინის ომზე, იმიტომ რომ მათ ამ ვითარებაზე დიდი გავლენა აქვთ. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტმა ისაუბრა შტატების ახალ პოლიტიკაზეც და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოფიციალურ პოლიტიკად დაადგინა, რომ მხოლოდ ორი სქესი არსებობს. პარალელურად ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან ურთიერთობაზე და ევროკავშირს ბრალი უსამართლობაში დასდო. From the standpoint of America, ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციიდან ევროკავშირი ძალიან უსამართლოდ გვექცევა, ძალიან ცუდად. ჩვენ მრავალი მილიარდი დოლარის დეფიციტი გვაქვს, რაც არავის აწყობს, რაღაცას მოვიმოქმედებთ. ვცდილობ კონსტრუქციული ვიყო, რადგან ევროპა და ევროპის ქვეყნები მიყვარს, მაგრამ პროცესი უაღრესად რთულია. ამერიკის შეერთებულ შტატებს ძალიან უსამართლოდ ექცევიან დღგ-ისა და სხვა გადასახადებით, რასაც აწესებენ. მოვუწოდებთ ნატოს წევრ ყველა სახელმწიფოს გაზარდონ ხარჯები თავდაცვის სფეროში მშპ-ს 5%-მდე. ეს ჯერ კიდევ წლების წინ უნდა გაეკეთებინათ. დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 130 სახელმწიფოდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან 3000-ზე მეტი წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას. მათ შორის ფორუმში ჩაერთო ამერიკის შეერთებული შტატების 47-მე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დისტანციურად. მადლობა ნანა გოგოტაძე საუბრობდა კურიერის პირდაპირ ეთერში. ამერიკის 47-მე პრეზიდენტმა ხელი მოწერა რამდენიმე განკარგულებას, მათ შორის 23 აქტივისტის შეწყალებას, რომლებიც აბორტის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე დააკავეს. მისი ბრძანებით გრიფი მოიხსნება კენედების და მარტინ ლუთერ კინგის მკვლელობის საქმეებს. მისი ერთ-ერთი ბრძანების თანახმად კრიპტოვალუტის სფეროში სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. სიეტლის სასამართლომ 14 დღით შეაჩერა ტრამპის კიდევ ერთი განკარგულება, რომლის მიხედვითაც შეერთებულ შტატებში დაბადებული ბავშვები მოქალაქეობას ავტომატურად ვეღარ მიიღებენ. მოსამართლემ ბრძანებულება არაკონსტიტუციურად ჩათვალა. ტრამპმა განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაცია ამ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებია. ოკუპანტების თავდასხმას კიევის ოლქში 3 ადამიანი ემსხვერპლა დაშავდა 2. რუსეთის ძალებმა დრონები დაარტყეს მრავალსართულიან კორპუსს. აფეთქების შედეგად ჩამოიშალა რამდენიმე სართული და გაჩნდა ცეცხლი. მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია. ზაპოროჟიაში კი ენერგოინფრასტრუქტურაზე თავდასხმის გამო ათობით ათასი მოქალაქე ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. რთული ვითარება ფრონტის ხაზეც. საოკუპაციო ძალებმა დნიპროპეტროვსკის ოლქში კიდევ ერთი სოფელი დაიკავეს. მოსკოვში კი დრონებით იერიშების გამო 3 აეროპორტმა მუშაობა შეაჩერა. იწვის ნავთობის საცავები ბრანსკის და რაზანის ოლქებში. Сама Россия старается... რუსეთი ცდილობს გააგრძელოს აგრესია და ოკუპაცია, ისეთი ენერგორესურსები, როგორიც ნავთობია, მშვიდობისა და რეალური უსაფრთხოების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გასაღებს წარმოადგენს. ევროპამ უფრო მეტი უნდა იმუშაოს ენერგორესურსებზე ამერიკასთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან და არა რუსეთთან. მთავარია, რომ არ შევანელოთ ტემპი და ზეწოლა განვახორციელოთ რუსეთზე, იმ ერთადერთ სუბიექტზე, რომელსაც ომი უნდა და რომელიც პასუხისმგებელია ამ ომზე. ისრაელი დასავლეთ სანაპიროზე ოპერაციებს განაგრძობს. პალესტინის მოქალაქეებმა ჯენინის ლუტოლულთა ბანაკი დატოვეს. ისრაელის არმიის განცხადებით რეიდები ირანის მხარდაჭერილ მებრძოლთა წინააღმდეგ არის მიმართული. პარალელურად ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მოქმედებს. დევნილები საკუთარ სახლებს უბრუნდებიან, რომლებიც განადგურებულია. საერთაშორისო ორგანიზაციებს რეგიონში ჰუმანიტარული ტვირთი აქვთ. ეუთოში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მუდმივი საბჭოს სპეციალურ სხდომაში. სიტყვით გამოსვლის დროს ალექსანდრე მაისურაძემ ეუთოს ინსტიტუტებთან თანამშრომლობაზე ისაუბრა. მან გამოხატა ერთგულება დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის მიმართ. ასევე ისაუბრა ეუთოს ინსტიტუტების ჩართულობაზე არჩევნების პროცესში და დაადასტურა საქართველოს მზაობა შეესრულოს უდირის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები. გამოვიყენე აღნიშნული შესაძლებლობა, რათა კიდევ ერთხელ შემეცნებინა საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ის მთავარი საფრთხე და გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას და რაც მდგომარეობს ჩვენი ქვეყნის 20%-ის ოკუპაციაში. ამასთანავე მე ეუთოს წევრ სახელმწიფოებს და ინსტიტუტების ხელმძღვანელებს გაუზიარე ინფორმაცია და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე ქართული მხარისუფლების პოზიცია, რომ ჩვენ ერთგული ვართ ეუთოს ვალდებულებების და პრინციპების მიმართ. ასევე გაუზიარე ინფორმაცია, რომ საქართველომ განსაზღვრულ დროში და ამომწურავი პასუხები დასცა ეუთოს 38 მონაწილე სახელმწიფოს მიერ დასმულ კითხვებზე, რაც ბოლო პერიოდში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს შეეხება. თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი ბაჩიაშვილის მურიგი პროცესი გაიმართა. დღევანდელ სხდომაზე გამოიკვლეს ბრალდების მხარის მტკიცებულებები და დაიკითხა ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი თეიმურაზ წიქვაძე. სხდომაზე წიქვაძემ დეტალურად ისაუბრა საქმის დეტალებზე და შეთანხმებაზე ქართული ოცნების დამფუძნებელსა და გიორგი ბაჩიაშვილს შორის, რომელიც მისი თქმით ბაჩიაშვილმა არ შეასრულა. ბიძინა ივანიშვილი კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბაჩიაშვილისთვის წარდგენილი ბრალი 2017 წელს განხორციელებულ ქმედებას ეხება. პროკურატურის ინფორმაციით მან 9,000-მდე ბიტკოინი მიითვისა, რომელიც ღირებულებაც იმ პერიოდში 43 მილიონამდე დოლარს შეადგენდა. დასტურდება ფაქტი იმის შესახებ, რომ საინვესტიციო თანხა გამოყო ჩემმა მარწმუნებელმა მის ბენეფიციარულ საკუთრებაში არსებული ბანკის მეშვეობით და ის გაიცა საბანკო კრედიტის თანხა. საბანკო კრედიტის უზრუნველყოფა განახორციელა ჩემმა მარწმუნებელმა მისი პირადი ფულადის სახსრებით, ეგრეთ წოდებული cash-cover-ით. დასტურდება პირდაპირ მტკიცებულებებით ის გარემოება, რომ ჩემი მარწმუნებელი იყო ერთადერთი პირი, ვინც აიღო რაიმე რისკი აღნიშნულ ინვესტიციასთან დაკავშირებით. ბატონ გიორგი ბაჩიაშვილს აღნიშნული გარიგების განხორციელების დროს არ გააჩნდა, ასე ვთქვათ, სახელშეკრულებო თანხა სრულად, ბანკი უარზეა, ასე ვთქვათ, მის დაფინანსებაზე და აი ამ მდგომარეობაში მყოფი გიორგი ბაჩიაშვილი უკვე შემდგომ ჩემს მარწმუნებელთან მივიდა და სთხოვა, რომ ის ყოფილიყო უშუალოდ ინვესტორი ამ საქმეში. კი ბატონო. გაიებსო ის თანხა ბოლომდე, რაც იყო სახელშეკრულება 6,300,000 იყო. კი ბატონო, სახელშეკრულება განხორციელდა ინვესტიცია ჩემს მარწმუნებელს დაუდასტურეს, რომ თანხები აისახა მიშენგეიტის ანგარიშზე, შემდგომ აფორმდა ეხა კონტრაქტი, ეს დოკუმენტურადაც დასტურდება. და გარკვეული პერიოდის შემდეგ რაღაც პერიოდი რო გავიდა ბატონო ბაჩიაშვილმა ჩემს მარწმუნებელს მიმართა და
უთხრა, რომ რაღაც გარკვეული არასტაბილური ვითარება იყო ამ კონკრეტულ კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით. და ამიტომ ურჩია ჩემს მარწმუნებელს, რომ კისერი რეალიზაცია განხორციელებულიყო ამ მაინინგის შედეგად იმ მომენტისთვის არსებული ბიტკოინების. თუმცა რამდენი იყო ეს მაინინგის შედეგად მოპოვებული ბიტკოინები, რამდენი დაჭირდა ამ კრედიტის თქვა გადაფარვას და რამდენი დარჩა შემდგომ, ეს ფაქტები არათუ მაშინ ეხლაც უცნობია ჩვენთვის. მე უთხარი უკვე დრო გასული იყო, ანუ საკმაოდ რამდენიმე თვე იყო გასული. მე უთხარი მეთქი ეს თანხა უკვე პრინციპში დახარჯულია თქო და მე გთავაზობთ რომ უბრალოდ დავიშალოთ თქო და თანხაზე აწის საუბარი საერთოდ არ იქნება თქო. შესაბამისად ამის შემდეგ იყო უკვე მათი შემოთავაზება, მათი ულტიმატუმი და აჩვენეს რამდენის გამოძალვა უნდათ მას ჩემზე, რასაც მე არ დავთანხმდი. დაზარებულის წარმოადგენის ჩვენება იყო ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება, იმიტომ რომ ამ ჩვენები დადასტურდა აბსოლუტურად ყველა არსებითი გარემოება და ბრალის ყველა ის კომპონენტი, რასაც ბრალდება ედავება გიორგი ბაჩიაშვილი. ცალსახა და ერთმნიშვნელოვნად დადასტურდა, რომ დაზარალებული იყო ინვესტორი და სწორედ ბრალდებულმა რეალურად ეს თანხა მიითვისა და უკვე შემდგომ მოახდინა ამ აქტივების ლეგალიზაცია. მისი ჩვენება განმეორდები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ განმარტებები სრულად თანხმედრაში არის დოკუმენტებთან და ამ ორ მოცემულობას, მოწმის ჩვენებასა და დოკუმენტაციას შორის არსებობს სრული თანხმედრა, რაც თავის მხრივ მტკიცებულების ხარისხზე და მნიშვნელოვანებაზე მიუთითებს. აქედან გამომდინარე ის რა თქმა უნდა ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულება იყო. ქვეყანაში ისევ იზრდება სეზონური გრიპის შემთხვევები. ექიმები პიკს თვის ბოლოს ელოდებიან. მედიკოსები მოსახლეობას მოუწოდებენ მკაცრად დაიცვან ჰიგიენის ნორმები და მოერიდონ ხალხმრავალ ადგილებს. საქართველოში ამ დროისთვის A და B ტიპის ვირუსები ცირკულირებს. იანვარი ამით ხასიათდება, განსაკუთრებით მეორე ნახევარი რომ შემთხვევები იბატებს, ეს სხვა წლებშიც ასე იყო და ბევრ ფაქტორთან არის დაკავშირებული, აქედან გამომდინარე, საკმაოდ ბევრი შემთხვევაა გრიპის, ძირითადად არის ამბულატორიული მიმართულება, თუმცა მცირეწლოვან ბავშვებში და რისკ ჯგუფებში, ანუ ადამიანებში, ვისაც არის მაღალი რისკი დაავადების მძიმე მიმდინარეობის, ეს არის ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანები, ასაკოვანი ადამიანები, მათთან გარკვეულ შემთხვევაში სტაციონარიზაციაც კი ხდება საჭირო. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოპერირება დაიწყო კიდევ ერთმა სატრანსპორტო კომპანიამ. მეტრო ჯორჯია მგზავრებს აეროპორტამდე თბილისიდან და ბათუმიდან ავტობუსებით გადაიყვანს. განრიგი ფრენებზე იქნება მორგებული. ეს უკვე მესამე კომპანია, რომელიც მგზავრებს ამ ტიპის სერვისს შესთავაზებს. 2014 წლიდან 10 წელია უკვე ოპერირებს საქართველოს ბაზარზე სატრანსპორტო კომპანიით თბილისი-ბათუმის მიმართულებით და ეხლა ახალი გამოწვევა გვაქვს. ბედნიერები ვართ, რომ შემოვედით ქუთაისის აეროპორტში და ვიწყებთ ოპერირებას უახლოეს პერიოდში. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში წარმოდგენილია უკვე მესამე კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს აეროპორტიდან საქართველოს სხვადასხვა ქალაქების მიმართულებით მგზავრთა უსაფრთხო და კომფორტულ ტრანსპორტირებას. ამ ეტაპზე შემოგვიერთდა კომპანია მეტრო ჯორჯია, რომელიც ოპერირებს უახლესი სტანდარტის მქონე სამგზავრო ავტობუსებით და დღეიდან უკვე შესაძლებელი ექნება მგზავრებს შეიძინონ ბილეთები და ისარგებლონ აღნიშნული კომპანიის მომსახურებით. ვაკის რაიონში საგზაო სისტემას აწესრიგებენ. საგზაო ინფრასტრუქტურა დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე მოეწყო. ამჟამად იგება ასფალტის საფარი. მანამდე კი ტერიტორიაზე წყალარინების შიდა ქსელი მოეწყო. პროექტის ჯამური ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია. ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დღეს სამუშაოებს გაეცნენ და მოსახლეობას შეხვდნენ. აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოები ვაკის რაიონში. სრულად იქნა რეაბილიტირებული წყალარინების შიდა ქსელი, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის და ასევე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ასფალტის საფარის დაახლოებით 2000 კვადრატულ მეტრზე დაგება, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადგილობრივი მოსახლეობის საცხოვრებელ პირობებს. ამხანაგობის თხოვნის საფუძველზე ვაკის რაიონის გამგეობამ შეცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები. აღნიშნული პრობლემა კორპუსის მდგრადობას უფრთხნიდა საფრთხეს და ზოგადად წარმოადგენდა დიდ პრობლემას სამომავლო ექსპლუატაციისთვის. აღნიშნული კორპუსისთვის ეს პრობლემა მოგვარებული არის. ამერიკის კინოაკადემიამ ოსკარის ნომინანტები დაასახელა. 13 ნომინაციით ფრანგული ფილმი ჟაკ ოდიარის ემილია პერესი ლიდერობს. 10 ნომინაცია მიიღო ბრუტალისმა და მოჯადოებულმა. დაჯილდოების ცერემონია 3 მარტს გაიმართება. ღონისძიებას ტელეწამყვანი და კომიკოსი კონან ობრაიენი წაიყვანს.